მოგესალმებით ყველას, მიხეილია თქვენთანთა და ჩემი ახალი YouTube-ზე მიხეილი HD. შემოგვერთით, თავისუფლად გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ ახალ საინტერესო ვიდეოებს. რა თქმა უნდა, გვაიწურება ლაიკები და მე დღეს მინდა წარმოგიდგენოთ ესეთი პატარა, პაწაწუნა, ლამაზი quadcopteri, სახელად Ichin H8. ის არის საკმაოდ სწრაფი და საკმაოდ ესეთი სიმპათიური, ცოტა ბრაზიანად გამოიყურება და მინდა დღეს თქვენთან ერთად გავსინჯო, გავტესტო, რას წარმოადგენს ის საერთოდ, როგორ დაფრინავს, როგორია მისი მართვა, ადვილია, ძნელია. თუმცა ის სახლის პირობებში კარგად იქცეოდა, მაგრამ მაინტერესებს გარეთ როგორი სამართავი იქნება ის. დავიწყოთ, გადავინაცვლოთ სხვა კამერაზე და დავიწყოთ მისი განხილვა. ეს არის ჩვენი მართვის პულტი, შეხედეთ რა პატარაა იგი გაბარიტებში. ეს კლავიში აკეთებს სიჩქარის მომატებას, დაკლებას, წინ უკან, ანუ ესე ემატება სიჩქარე, quadcopteri უფრო ჩქარა წავა, ესე კი შესაბამისად დააკლდება. ეს არის ეგრეთ წოდებული იო, ის ტრიალებს მარცხნივ მარჯვნივ, ანუ ამ კლავიშის დანიშნულება, რომ კვადრიკმა ესე იტრიალოს მარცხნივ და მარჯვნივ, ხოლო აი ეს შესაბამისად არის უკვე წინ, უკან, მარცხნივ და მარჯვნივ. ესეც მარცხნივ და მარჯვნივ კლავიშია, ოღონდ უკვე ამ შემთხვევაში მას აქვს აი ესეთი მარცხნივ და მარჯვნივ გადაადგილების დანიშნულება. წინ და უკან, მარცხნივ, მარჯვნივ. ხოლო ეს შესაბამისად სიჩქარეს უმატებს, ეს სიჩქარეს აკლებს, ხოლო აი ეს მარცხნივ და მარჯვნივ უკვე ატრიალებს აი ესე ერთ ადგილას, ეგრეთ წოდებული იო. ესე ქვია აი ამ მიმართულებას, ამ განზომილებას. რაც შეეხება აი ამ პატარა კლავიშებს, ეს არის გასასწორებელი, ჩვეულებრივად თუ იმ შემთხვევაში ჩვენ კვადრიკს რომელიმე მხარე ზედმეტად მიაქვს, ან აქეთ, ან იქით, მარჯვნივ ან მარცხნივ, შესაბამისად აი ეს არეგულირებს აი ამას, ეს წინ უკან, ეს მარცხნივ, მარჯვნივ და ასე შემდეგ. მოკლედ აი ამითი უკვე რეგულირდება სიზუსტე წაღების ეგრეთ წოდებული, თუ ცუდად მიაქვს არასწორად რომელიმე მხარეს, მაშინ აი ამითი უკვე არეგულირებთ. რაც შეეხება სხვა დამატებით ფუნქციებს, კვადრიკს გააჩნია ასევე გიროსკოპი, ჯაიროსკოპი ეგრეთ წოდებული, რომელიც გეხმარებათ რაღაც პატარა წონასწორობის დაჭერაში, აი ესე ჰაერში დადგომაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძალიან ესეთი გიჟურად იტრიალებს აქეთ-იქით, მოკლედ ესე რომ ვთქვათ და მას აგრეთვე შეუძლია სახში დაბრუნება, მას აქვს home ფუნქცია და შეუძლია ერთი კლავიშის დაჭერით, აი აქ, როდესაც დააჭერთ თქვენ აი ამ კლავიშს, იგი დაბრუნდება სახში, თუმცა მე ეს არ გამისინჯავს ჯერჯერობით და ალბათ მოგვიანებით გავსინჯავ კიდეც. დღეს მე მინდა გავსინჯო იგი აი ესე ქუჩის პირობებში, როგორ დაფრინავს, როგორი სამართავია უკვე ქუჩაში, როგორც ხედავთ, ქარიანი ამინდია დღეს და აი ესეც დაგვეხმარება უკვე ჩვენი პატარა კვადრიკის შესაძლებლობების გასინჯვაში. მოდით შევხედოთ ჩვენს პატარა კვადრიკს, რანაირია იგი. აი ეს არის პატარა, ძალიან პატარა ელემენტი. დაახლოებით ალბათ იქნება 150 მილიამპერიანი, შეიძლება უფრო ნაკლებიც. მისი ხანგრძლივობა, მისი ფრენის ხანგრძლივობა საიტზე გაცხადებულია დაახლოებით 5-დან 7 წუთამდე. სახლის პირობებში იგი ნამდვილად მუშაობს 5-6 წუთის განმავლობაში. რაც შეეხება ფრენის მანძილს, ანუ დაშორებას მართვის პულტსა და ჩვენს კვადრიკს შორის, საიტზე ესეც 20-30 მეტრი უწერია. სიმართლე გითხრათ არ გამისინჯავს და მე მგონი არც ვაპირებ ამის გასინჯვას, არ მინდა რომ დამეკარგოს უბრალოდ.
გაფრინდება, სანამ არ დაჯდება, სამწუხაროდ არ გაჩერდება, არ ჩამოვარდება, მას არ აქვს ისე ავარიულ რეჟიმში უკან დაბრუნების ფუნქცია. ამიტომ სანამ ელემენტი არ დაჯდება, მანამდე არ ჩამოვარდება დედამიწაზე, ესე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, დაიკარგება, მისი სურვილი არ მაქვს, ნამდვილად, ამიტომ ვერ გავსინჯავ მის რეალურ მანძილს. თქვენთვის მომინდია მისი გასინჯვა და მოდით უკვე გადავიდეთ მის ჩართვაზე და გასინჯვაზე. მოდით ჩავთოთ ჩვენი პატარა კვადრიკი, ჩვენი i-H8 mini და ნახოთ როგორ დაფრინავს იგი გარე პირობებში. ამისათვის უნდა შევაერთოთ აი ეს ჩვენი ელემენტი და აი ეს შესაერთებელი კონექტორი. შეხედეთ, აი ეს არის წითელი შუქი, ეს არის ლურჯი შუქი, ნიშნავს იმას, რომ ლურჯი შუქი არის ჩვენი კვადრიკის უკანა მხარე და წითელი შუქები არის ჩვენი კვადრიკის წინა მხარე. როგორც ხედავთ, აი ეს წითელი შუქები, ლედები ნიშნავს იმას, რომ ეს არის მისი წინა მხარე, ხოლო ლურჯი ლედები არის მისი უკანა მხარე. ამიტომ უნდა დავდოთ აი ესე, მაქსიმალურად სწორ ზედაპირზე უნდა დავდოთ ჩვენი პატარა კვადრიკი და გავასწოროთ, მოდით გიროსკოპი, აი ესეთი მიმართულებით და გადმოვწიოთ ჩვენი ჯოისტიკები ორივე მარცხენა მხარეს. ჩვენ დავინახავთ, თუ კამერაში ჩანს, შუქები აციმციმდება, გაჩერდება და მოდით ახლა კიდევ გავასწოროთ უკვე მისი წინა მხარე და უკანა მხარე. ანუ მას უნდა დავანახოთ, რომ აი ეს პულტიდან აი ეს მიმართულება არის მისი წინა მხარე და უკანა მხარეც შესაბამისად. ამიტომ ყველა ჯოისტიკი, ორივე ჯოისტიკი გადმოვწიოთ აი ესე, მარჯვენა მიმართულებით, აი აციმციმდა ლედები, თუ ჩანს კამერაში, არ ვიცი. და მოდით ახლა უკვე ვცადოთ მისი გაშვება. ნახოთ როგორ იქცევა ქუჩის პირობებში. წავიდა. აი ჩვენი პატარა კვადრიკიც აიწია ჰაერში. აი მისი ფრენაც აგერ როგორც ხედავთ, გარეთაც მშვენივრად დაფრინავს, ძალიან მომწონს. საკმაოდ კარგი კვადრიკია. ძალიან პატარა და ქუჩაშიც გარე პირობებშიც საკმაოდ კარგად დაფრინავს. აი როგორც ხედავთ, მართვა მისი ძალიან კარგია. სამართავად ადვილია ძალიან. აი სიმაღლეც უჭირავს. ოპა. აუშვათ ხელიდან და დავქოქოთ ჰაერში. ოპს. ბალახზე ძალიან უჭირს, იმიტომ რომ აი ეს პროპელერები ედება ბალახს, ამიტომ ჯობია ხელიდან გაუშვათ ხოლმე. აი ესე. ამჟამად აკუმულატორები ოდნავ დამჯდარია და ქარის წინააღმდეგობას ვერ უწევს, ოდნავ მიაკ ქარს, ნიავს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაინც კარგად იქცევა ჩვენი პატარა კვადრიკი. უმკლავდება ჰაერს, ქარს. აი საკმაოდ კარგად დაფრინავს. ძალიან მომწონს, ყველას გირჩევთ მის შეძენას, საკმაოდ კარგი გასართობი სათამაშოა. ძალიან გაერთობით, ყოველ შემთხვევაში 5-7 წუთის განმავლობაში თქვენი გართობა გარდაუვალია და ყველაზე მთავარი რაც არის ის, რომ იტენება არც ისე დიდი ხანი, დაახლოებით 20-30 წუთი ესაჭიროება მის დატენვას. პირადად მე პატარა power bank-ი მაქვს, რომელთაც ესე ქუჩაში გადაადგილდებით, ითამაშებთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ უკვე მას იგივე power bank-ით დატენით და ისევ გააგრძელებთ აი ესე თამაშს და სიამოვნებას, მოკლედ გართობას საკმაოდ
კარგი გასართობია და საკმაოდ სხვათა შორის ძალიან სწრაფია. მას ორი რეჟიმი აქვს, უბრალოდ ეხა არ მინდა ამის გადართვა, ოდნავ დამჯდარია ელემენტი და მეშინია ზონას არ გაცდეს, ჩვენი მართვის ზონას რომ არ გაცდეს და არ დამეკარგოს, ამიტომ ვერიდები მის ჩქარ რეჟიმზე გადართვას, ეს არის ჩვეულებრივი რეჟიმი და აი ისიც ავიდა მაღლა. ოდნავ უკან დავწიოთ, რომ არ გაგვექცეს. არ გაგვექცეს ჩვენი პატარა კვადრიკი. ქარს მიაქ, ვერ უწევს წინააღმდეგობას, დამჯდარია ოდნავ, ამიტომ ცოდვა არ ვაწვალოთ ძალიან და ეს იყო ჩემი პატარა რევიუ აი ამ პატარა და ლამაზი კვადრიკის, საკმაოდ სწრაფი, საკმაოდ კარგი გასართობი და მინდა ყველას გირჩიოთ მისი შეძენა. ის არღის ძვირი დაახლოებით $14-15 თუ არ ვცდები. ლინკი რა თქმა უნდა description-ში მითითებული იქნება. საყიდელი ლინკი ის შევიძინე banggood.com-ზე და ყველას გირჩევთ აუცილებლად ძალიან გასართობი, ძალიან სასაცილო, ძალიან პატარა, ძალიან კარგი კვადრიკია და სახლის პირობებშიც საკმაოდ კარგად გაერთობით. ნუ დაგვავიწყდება ვიდეოზე ლაიქების გაკეთება და გადაწყვიტეთ უკვე თქვენ თვითონ გსურთ თუ არა მისი შეძენა და დღეისათვის სულ ეს იყო. თქვენთან ერთად იყო მიხეილი HD-ია ჩემი არხი YouTube-ზე. გააკეთეთ subscribe და თქვენ აღარ გამოტოვებთ ახალ საინტერესო ვიდეოებს. Okay, Jarvis. Timer for 10 minutes. Okay, 10 minutes. Starting.